მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინგლაძე ვარ. გადავა თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩადიან. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება დამანგრეველი სანქციები იქნას გამოყენებული, თუმცა ამ ეტაპზე მისი პრიორიტეტი მშვიდობის მიღწევაა. აქვე ტრამპმა ახსენა საქართველოც. მისი თქმით, ბუშისგან რუსეთმა საქართველო აიღო, ობამასგან ყირიმი, ბაიდენისგან მთლიანად ყველაფრის მიღება სცადა და მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვისგანაც რუსებმა ვერაფერი წაიღეს. გუშინ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დიდ წარმატებას მივახციეთ. ჩვენი ხალხი ახლა ამ წუთებში რუსეთში მიდის და იმედი მაქვს მივიღებთ გარკვეულ დადებით შეტყობინებებს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა, ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა დაეშვა. იმედი მაქვს რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება, თუმცა რა თქმა უნდა ამის განხორციელება შეგვიძლია. გახსოვთ რუსეთმა ბუშის დროს საქართველო წაიღო, ხომ? ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ასე არ არის? ბაიდენის დროს მთელი ტერიტორიის წაღებას ცდილობდნენ. ვინ არის ის, ვისგანაც არაფერი წაუღიათ? ტრამპი მათ არასდროს არაფერი წაუღიათ ჩემგან. შემიძლია გავაკეთო რაღაცეები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. უკრაინის ძალები კურსკის ოლქს ნაწილობრივ ტოვებენ. შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი ამ გადაწყვეტილებას სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთმა გუშინ რეგიონში მდებარე ქალაქ სუჯაზე კონტროლის აღდგენა მოახერხა. კურსკში ჩავიდა პუტინიც, ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კურსკში, მას შემდეგ რაც უკრაინის არმიამ გასული წლის 6 აგვისტოს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. Deep State-ის გავლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ $100 მილიონი დაიხარჯა მსოფლიო მასშტაბით პროპაგანდისტული მედიაქსელის შესანახად და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსების შეწყვეტის მიზეზიც პირდაპირ დაასახელა და თქვა, რომ ეს გამოყოფილი თანხის სხვადასხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოყენება იყო. რასაც ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა. ცოტა ჩემზე მეცაც ხო აღმოჩნდა, რომ ამობს მოქმედი ადმინისტრაცია. ჩვენ იმის მეათედიც არ ვიცოდით, როგორც აღმოჩნდა, რასაც სინამდვილეში ჰქონია თურმე ადგილი. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ამხილა, რომ $100 მილიონი იხარჯებოდა მსოფლიო პროპაგანდისტული მედია ქსელის ასე ვთქვათ შესანახად, რომლის ამოცანა იყო მათთვის სასურველი, რაღაც საერთო ხელისთვის სასურველი ნარატივის, ასე ვთქვათ, დალაგება, პროპაგირება, წამოწევა იმ აქცენტების, რაც სურს და მიჭკმალა იმ აქცენტების, რაც არ სურს. ხო დადასტურა, თვითონ თქვენ, ჩვენ ხო არ გვითქვამს ამას, თქვენს ის რომ NGO-ების ხელით და დაფინანსებით ხდებოდა არარსებული იდეოლოგიის დამკვიდრება და ბოლო-ბოლო შანშანს სულ რაღაც აი ახლა ხან ხო რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიცირეთ და კანონიც მათ შორის ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით ზოგიერთ ჩვენს ლიბერალს ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა და ნუ რაღაც ისე იყვნენ ხუმრობდნენ თუ რა ვიცი აგდებულად თქვენ დამგა ხო თავად თავი არის რომ ეს არის აბსოლუტური ფუჭი იდეოლოგიების უბრალოდ არარსებული იდეების თავსმოხვევა საზოგადოების რისთვის მიზანიც ხო თავად თქვა პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებაში პირდაპირ წერია რომლითაც მან გააუქმა ეს დაფინანსებები NGO-ებისთვის პირდაპირ წერია მიზეზი რა არის ამის ის რომ ამ ფულით ხდებოდა ქვეყნების დესტაბილიზაცია პირდაპირ რასაც ჩვენ ვამბობდით რომ ეს ფული შემოდის საქართველოში დესტაბილიზაციას მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას ხვალიდან იწყებენ საპარლამენტო კომიტეტები. ცვლილებები პირველი მოსმენით თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გადის. საკანონმდებლო პაკეტი კანონმდებლობის განსაკუთრებით გამკაცრებას ეგრეთ წოდებული გამსაღებლების მიმართ ითვალისწინებს. მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად იზრდება. საკითხის დარეგულირების აუცილებლობას ადასტურებენ ოპოზიციაში, თუმცა თვლიან, რომ პირველ რიგში ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომის შეცვლაა საჭირო.
ნარკო დანაშაული ზოგადად და ნარკოტიკის გასაღების ნაწილი უნდა გამკაცრდეს, თუმცა ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის. და ჩვენ ამ მიმართულებით ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობისგან ვერ ვისმენთ ვერანაირ საკითხს და ვერ ვხედავთ მათი მხრიდან კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. არაფერი არ შეიძლება ჩემი აზრით, არ არის შედეგი ამას არ მოყვება, გარდა იმისა, რომ ზოგადად ჩვენი ნარკოპოლიტიკა მიმართული არა იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, არამედ ლებრძვის კონკრეტულად ნივთიერებებს. და ამის გამო უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. და სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიძლება და პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი არ ეშლება ამ ყველაფერს. ეროვნულ ამოცანად მიიჩნევენ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ინიციატივის ავტორები. შეგახსენებთ, ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს ნარკომომხმარებლებისთვისაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევასა და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას გულისხმობს. ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების შეტანა, რომელიც გულისხმობს ნარკომოხმარების დადასტურების შემთხვევაში ან შესაბამისი შემოწმების თავის არიდების შემთხვევაში მთელი რიგი უფლებების შეზღუდვას, მაგალითად ეს შეიძლება შეეხებოდეს მართვის მოწმობის ჩამორთმევას შესაბამისი ვადით, შეიძლება შეეხებოდეს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. პირველ რიგში ეს არის ეროვნული საკითხი, იმიტომ რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად გამრავლებაზე, ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თხრობის ქვეშ. და ბუნებრივია ახლა აქ ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად დამაზიანებელია, მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს. ვინ რატომ იკავებს თავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისგან? ოპოზიციის უმეტესი ნაწილის განმარტებით ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ განიხილავს. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის დაბალი რეიტინგია. გარდა ამისა, მართო გუნდში თვლიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მათი ოპონენტები გარე ძალებიდან მორიგ დირექტივას ელიან. თუ იქნება ეს მოცემულობა და ჩვენს ქვეყანაში ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ შევასრულებთ ხალხის დაკვეთას. ამიტომ იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება ატარებს არჩევნებს, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას ასეთ არჩევნებში აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ ისე მოქმედება, როგორც გარე პატრონები დაავალებენ და ეხა ის რომ მონაწილეობა არ სურთ, ეს ეხა ძალიან ლოგიკურია, ხო, ვინაიდან იციან რომ განადგურდებიან კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, ვინაიდან ეხა რაღაცა პატარა მიღწევა მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ვინაიდან 61 მანდატი ეხა ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუწყვილეს იმედები თავიანთ მხარდამჭერებს, იმით რომ პარლამენტის მუშაობაში არ მიიღეს მონაწილეობა. ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის დადებითი იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საუბარი იყო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ახლად არჩეულ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს ჩვენი მიღებისთვის, რადგან გამონახადრო ამომწურავი პასუხები მივიღეთ, იმიტომ რომ როცა ცხოვრობ ემიგრაციაში, შენს ქვეყანას სხვანაირად უყურებ, ყველაფერი სხვანაირად გტკივა შენი ქვეყანა, შენი ხალხი. ძალიან ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოში არსებულ ამ წუთში სიტუაციაზე. მართალია ჩვენ საქართველოში არა ვართ, მაგრამ
ფაქტიურად იქ ცხოვრობთ და საქართველოს სუნთქვით ვსუნთქავთ ყოველ დღე, ყოველი დილა საქართველოთი იწყება და საქართველოთი მთავრდება. თუ ევროკავშირს სურს თავიდან აიცილოს ძალაუფლებისა და გავლენის დაკარგვა, მაშინ თურქეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს, ამბობს თურქეთის პრეზიდენტი. ეს განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და პოლონეთი საკვანძო მოკავშირეები არიან, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე ხელმძღვანელობენ ევროპაში ორ უმსხვილეს სახმელეთო არმიას. თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზეც და დადებითად შეაფასა უკრაინის თანხმობა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს არგენტინელმა სამართალდამცველებმა პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ. თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა. არგენტინის დედაქალაქში აქციები პენსიის გაზრდის მოთხოვნით უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატურად ტარდება. რამდენიმე დღიანი სპეცოპერაციის შემდეგ პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევლის გათავისუფლება შეძლო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს მოკლულია 33 შეიარაღებული მებრძოლი. დაღუპული ასევე 21 მშვიდობიანი მოქალაქე და პაკისტანის არმიის 4 ჯარისკაცი. ბელუჯისტანის რეგიონში გატაცებული სამგზავრო მატარებელში სულ 450 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 100 თანამშრომელი იყო. მატარებლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ აიღო და ჯგუფებამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდნენ. ბელუჯისტანის გათავისუფლების არმია პაკისტანის უდიდესი პროვინციის ბელუჯისტანის ფართო ავტონომიას ან დამოუკიდებლობას ითხოვს. ორგანიზაციას პაკისტანი და ევროპის რამდენიმე სახელმწიფო ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. დღეს ამბების ნახვარცლად რუსთავი 2.G-ზე შეგიძლიათ კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას უკვე 12 საათზე განაგრძობს. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.